არამატერიალური აქტივები. ჩვენ როცა ვიხილავდით ძირითად საშუალებებს და დავიწყეთ ეს თემა, მაშინ ეს თემა დავიწყეთ ასეთი საკითხით. გრძელვადიანი აქტივები რა არის თქო? და აღნიშნეთ იქ მაშინ რომ გრძელვადიანი აქტივები იყოფა მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებად. მატერიალური აქტივები, ძირითადი საშუალებები ჩვენ განვიხილეთ და ახლა გადავდივართ არამატერიალურ აქტივებზე. რა არის არამატერიალური აქტივი? არამატერიალური აქტივი უსხეულო არა ხელშესახებია, ვერ შეიგრძნობ მას, მაგრამ ბევრი ობიექტი ჩვენ აღრიცხვაში და ჩავხედოთ ანგარიშთა გეგმას. ანგარიშთა გეგმას თუ გამოვყვებით ჩვენ, მაგალითად დებიტორული დავალიანება მატერიალურია თავისი არსი. დებიტორული დავალიანება გახლავთ ჩვენი უფლება მოვითხოვოთ შესაბამისი სარგებლის მიღება უკან და ამას უკან აქვს თავისი დოკუმენტი, ხო, რის საფუძველზეც ჩვენ ამ მოთხოვნას ვახორციელებთ. მაგალითად წინასწარ გაწეული ხარჯი. რა არის ჩვენთვის? აქტივია, ხო? მაგრამ არის ეს მატერიალური აქტივი. ეს არის ჩვენს მიერ რაღაც ხარჯი გაწეული წინასწარ და ჯერ არა გვაქვს ნაღიარები ხარჯად. იქაც რაღაცის უფლება გვაქვს, ხო? არც ეს არ არის მატერიალური. ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, აი გვაქვს იქ 1300-ის ჯგუფი, მაგრამ ინვესტიციები გვაქვს გრძელვადიან აქტივებშიც, ხო? ესეც ფასიან ქაღალდებში თუ არის ინვესტირება, თავისი არსით მატერიალური არ არის. ქაღალდი კი ადასტურებს მას, მაგრამ ქაღალდი ხელშეკრულებაც არის. ანუ ქაღალდი თვითონ არ არის იმ ფასეულობის, რაც ღირებულებაა შიგ. იმის შიგნით რაც დევს, ის უფლებაა ამის ფასეულობის. და ამიტომ თავისი არსი არც ეს არ არის მატერიალური. თუმცა ამათ ჩვენ არც ერთს არ ვარქმევთ არამატერიალურ აქტივებს. ვარქმევთ დებიტორულ დავალიანებას, წინასწარ გაწეულ ხარჯს, ინვესტიციებს, მაგრამ არ ვარქმევთ მას არამატერიალურ აქტივებს. ანუ ის განმარტება, ის ცნება, რომ არამატერიალური აქტივი ეს არის უსხეულო, არახელშესახები აქტივიო, აი ეს არ შველის იმის გაგებას, რას დავარქვათ ჩვენ არამატერიალური აქტივი. სწორად მიგებთ ახლა რასაც გეუბნებით. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ არამატერიალურია აქტივი, ესე იგი მას ჩვენ ვერ დავინახავთ, ხელით ვერ შევეხებით, უსხეულოა. ანუ მატერიალური არ არის. მაგრამ თვითონ ეს განმარტება მოერგო აგერ დებიტორულ დავალიანებას, წინასწარ გაწეულ ხარჯს, ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას და არც ის არ არის მატერიალური და ვერ ხედავ მას, ხელშესახები არ არის. მაგრამ არ ვარქმევ მას არამატერიალურ აქტივს. აი აქედან უნდა დავიწყოთ ეს თემა. ანუ რა არის ამ თემაში ყველაზე მნიშვნელოვანი? ამ თემაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ იდენტიფიცირება. ანუ მე უნდა შევძლო იდენტიფიცირება, რომელია გამოკვეთა, დანახვა, რომელია არამატერიალური აქტივი. და რითი გავარჩიო ერთმანეთისგან ასეთი სახის გაწეული დანახარჯები, ჩვენ ვიცით რა არის ზოგადად აქტივი. აქტივი რა არის? კი, და წარსულში გაწეული დანახარჯებია, ხო? ანუ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეწევით დანახარჯებს და ამ დანახარჯების შედეგად ზოგჯერ ხარჯი წარმოიშვება, ზოგჯერ აქტივი წარმოიშვება, მაგრამ აი ამ აქტივში ზოგი მატერიალურია, ზოგი არამატერიალურია. ესენიც ყველა გარკვეული დანახარჯების შედეგად არის წარმოშობილი და ასევეა არამატერიალური აქტივიც დანახარჯების შედეგად წარმოშობილი და ზუსტად ამის სწორი იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ ჩვენ, რომელი იქნება, როგორ გამოვიცნო მე რომ არამატერიალური აქტივია. და სხვათა შორის თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მაინდა-მაინც ადვილის საკითხი და გარკვეულ შეფასებებს ეყრდნობა ზოგჯერ და რა თქმა უნდა გარკვეული ბაზაც ჭირდება, რომ ამ საკითხებზე იმუშაოთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ შემოგვაქვს ეს საკითხი, აბსოლუტურად სრულად შემოგვაქვს თქვენთან ეს საკითხი, მე კიდე მინდა გითხრათ, რომ ცოტა უფრო ფართოდ შემოგვაქვს, ვიდრე შემოგქონდა მანამდე, იმიტომ რომ გვინდა საერთო მოსაზრება შეიქმნათ ამ საკითხთან დაკავშირებით და აქედან გარკვეულ საკითხებს აუცილებლად მოგთხოვთ. გარკვეული იქნება საერთო ინფორმირებისთვის, რომ თქვენ გქონდეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. 39 სტანდარტი
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი. ყურადღება მიაქციეთ. ჩვენ ხან ბას მოვიხსენიებთ აქ, ხან ფას მოვიხსენიებთ. და ეს უნდა გაგახსენოთ, რომ არსებობს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც სახელით შეუნარჩუნდა მათ და ამის შემდეგ გამოშვებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები. ანუ ბასი, რომელიც არის, ეს არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, ფასები ფინანსური ანგარიშგების და ეს დღეს მოიხსენიება ყველა ბასების სახელწოდებით. ესა ფასების სახელწოდებით ასეა უკვე გამოსული ეს ორი დიდი ნორმატიული აქტი, რომელშიც გვაქვს ფასებიც და ბასებიც. მაგრამ ძველებს არ შეეცვალა სახელი და ბასი დარჩა მათ. და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 38 განმარტავს არამატერიალურ აქტივს. და ეს არისო იდენტიფიცირებადი, არაფულადი აქტივი ფიზიკური ფორმის გარეშე. ანუ უნდა შეიძლებოდეს მისი გამოყოფა როგორც აქტივის. აქტივი რა არის? აქტივი არის საწარმოს განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომლისგანაც საწარმო მომავალში ელოდება ეკონომიკურ სარგებელს და აი ამ სარგებლის მიღების შესაძლებლობა უნდა იყოს შესაძლებელი, რომ ეს სარგებელი დაუკავშირდეს ამ აქტივს. ანუ მათ შორის უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი კავშირი, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ მე იდენტიფიცირება ვერ მოვახდინე აქტივის, მე ვერ გავარკვევ ამან მომიტანა ეს სარგებელი, ანუ აქტივისგან უნდა ველოდებოდე მომავალში ეკონომიკურ სარგებელს, იდენტიფიცირებული უნდა იყოს, გამოყოფილი უნდა იყოს და უნდა შემეძლოს გარკვევა, რომ ამან მომიტანა ეს სარგებელი, ან ეს მომიტანს ამ სარგებელს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის გამოიყოს, იდენტიფიცირება მოხდეს არამატერიალური აქტივის. ზოგადად ვიხსენებთ, რომ რა არის აქტივი? ეს არ ეხება მხოლოდ არამატერიალურს. რა არის აქტივი? აქტივი არის რესურსი, რომელსაც საწარმო აკონტროლებს წარსულში მომხდარი მოვლენის შედეგად და რომლისგანაც მოსალოდნელია მომავალში ეკონომიკური სარგებლის შემოდინება საწარმოში. ესე იგი, არამატერიალური აქტივი უნდა აკმაყოფილებდეს იდენტიფიცირებადობის და რესურსების კონტროლის, ესე იგი, მე უნდა ვიცოდე, რომ ეს არის ის აქტივი, რომელსაც მოაქვს მომავალში ეკონომიკური სარგებელი, ესე იგი, იდენტიფიცირებული უნდა იყოს. მეორე, რესურსების კონტროლი უნდა შეიძლებოდეს, ესე იგი, ეს ხო რესურსია, თვითონ ყველა აქტივი რესურსია და არამატერიალური აქტივიც რესურსია და მე უნდა შემეძლოს მისი კონტროლი და მომავალში ეკონომიკური სარგებლის არსებობის მოთხოვნას. ანუ აი ეს სამი კრიტერიუმი არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ არამატერიალურ აქტივად მისი აღიარება და დავარქვათ მას არამატერიალური აქტივი. უპირველესი ამ საკითხში გახლავთ სტანდარტის განმარტებით, რომ არამატერიალური აქტივის გამოყენებით მოითხოვება არამატერიალური აქტივის იდენტიფიცირებადობა გუდვილისაგან მისი გამიჯვნის მიზნითო. აი ეს კითხვა, რომელიც თქვენ ხშირად გააწუხებდათ, რა არის გუდვილი და მე მაშინ გთხოვეთ, რომ ეხლა ამ საკითხზე ჩვენ ალბათ ცოტა გაგვიჭირდება საუბარი თქვა და ახლა დადგა ის თუ რომ როცა ჩვენ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. თუმცა ეს საკითხი არ არის მაინდა-მაინც ასე ერთი რამდენიმე წუთით სასაუბრო თემა და ზოგადადაც არ არის ადვილად შესაფასებელი საკითხი. მე უბრალოდ გესაუბრები თქვენ ამ საკითხზე იმ კუთხით, რომ წარმოდგენა გქონდეთ ამაზე სწორად შექმნილი. აქ რატო ვახსენეთ ეხლა ჩვენ გუდვილი? გუდვილი ვახსენეთ იმიტომ, რომ არამატერიალურ აქტივის იდენტიფიცირებადობაში მთავარი არის ის, რომ გუდვილისგან უნდა იყოს ის გამოყოფილი. ანუ არ მოხდეს მისი შერევა გუდვილში. აქვე ეხლა პატარა მაგალითით მინდა დაგანახოთ რა არის ეს გუდვილი. საწარმოთა გაერთიანებისას, ახლა თქვენთვის ჯერჯერობით ეს საკითხიც უცნობია, ხო, რას გულისხმობს საწარმოთა გაერთიანება. არამატერიალური აქტივი თემა თვითონ რაღაც კუთხით უყურებს ამ საკითხს, მაგრამ ამ საკითხს სადაც გუდვილი წარმოიშობა, საწარმოთა გაერთიანების საკითხს, საწარმოთა ფინანსური ანგარიშგებების გაერთიანების, ანუ კონსოლიდირების საკითხს კიდე უკავშირდება თემა ინვესტიციები. და ეს თემა წინა გვაქვს ჩვენ. ინვესტიციების თემა. ანუ ამ საკითხებს ჩვენ მეორე მხრიდან დავინახავთ კიდე ინვესტიციების თემიდან. ამას დაუკავშირდება თემა კაპიტალი და ეს თემა წინა გვაქვს.
და იქ კიდე უნდა შევხედოთ ამ საკითხებს და მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ეს იქნება საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია, როცა ჩვენ ამ თემებს შევხედავთ არამატერიალური აქტივიდან, შევხედავთ ინვესტიციებიდან, შევხედავთ კაპიტალიდან და ამ პროგრამისთვის, ამ საგნისთვის ეს საკმაოდ სერიოზული იქნება, ამაზე მეც უკვე ძალიან ბევრი გამოგვივა მე. მე კიდე ჩვენ სხვა ეტაპზე ამ თემებს უკავშირდებით, მაგრამ ამაზე მეტად ვერა. ეხლა, ანუ ჩვენ რაღაცა დოზით შევხედავთ ამ საკითხს აქედან, მე კიდე სხვა ორი თემიდან დავინახავთ. საწარმოთა გაერთიანება. მოდი ამაზე ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ამას კიდე თავის სტანდარტი აქვს, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს, მაგრამ რა იგულისხმება ამაში? ჩვენ ამ საკითხებს მერე შემდგომში ვიხილავთ სამეწარმეო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მეორე ეტაპზე კანონმდებლობის სწავლობთ და იქ კანონმდებლობიდან გამომდინარე ვიხილავთ. მერე შემდეგ ეტაპზე ფინანსურ მენეჯმენტში კიდე ვიხილავთ ამ საკითხებს ვეხებით, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ეს ამ საგანთან და თანდათანობით ყალიბდებით ამაში. მაგრამ მაინც ბოლოში რო გავალთ ეს საკითხები ერთ-ერთ სერიოზულ და რთულ საკითხებად დარჩება. რატომ დარჩება ზოგადად ეს რთულ საკითხებად? იმიტომ რომ ჩვენ გარემოში ჯერჯერობით ეს პრაქტიკა ძალიან დაბალია. ანუ ჩვენ გარემოში გარეთ ეკონომიკაში არ მიდის ეს პროცესები ჯერჯერობით ისე როგორც მიდის მაგალითად სხვა განვითარებულ ეკონომიკის ქვეყნებში. ანუ არ მიდის ჯერჯერობით საწარმოთა გაერთიანებები, კონსოლიდირებები, ამ დონის კომპანიები არ არის წარმოქმნილი, ფასიანი ქაღალდები არ ბრუნავს ბაზარზე და ასე შემდეგ. ანუ კაპიტალური ინვესტირებების საკითხი ჯერჯერობით მაინც შედარებით პრიმიტიული დონეზეა ვიდრე სხვაგან. აი ეს იქნება ის სირთულე, რომელიც ჯერჯერობით ჩვენი თაობისთვის დარჩება. და მე თანდათანობით ან თქვენი თაობისთვის ეს თანდათანობით განვითარდება, იმიტომ რომ განვითარდება თვითონ ეს პრაქტიკა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თქვენ როგორც სპეციალისტები ამ კუთხით ცოტა უფრო შემზადებული უნდა დახდეთ ამ პროცესს და ეს საკითხი აქტუალურად უნდა განიხილებოდეს. დღესაც, როცა პრაქტიკა ნაკლებია, მაინც უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი და ამიტომ შემოვიტანეთ ეს თემები ასეთი დონით. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მოთხოვნაც თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ანალოგიურად ამ საკითხებს ძალიან სერიოზულ ყურადღებას უთმობდნენ თვითონ ამ დარგის სპეციალისტები იმ უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში, სადაც ეს პროფესიები ისწავლება. აუცილებლად ამ კუთხით უნდა მოხდეს სპეციალისტების ძალიან მაღალ დონეზე ჩამოყალიბება. საწარმოთა გაერთიანებისას, რა არის ეს გაერთიანება? როცა ერთი კომპანია მეორე კომპანიასთან ერთად ან მეორე კომპანიას იძენს, ან ორი კომპანია მესამეს იძენს, ან აყალიბებს ცალკე ნებისმიერი ასეთი ფორმა, მე ძალიან პრიმიტიულად გეუბნებით, აბსოლუტურად მე თანდათანობით უფრო ჩამოვყალიბდებით ჩვენ, იმიტომ რომ თემა ინვესტიციებში ყველა სტანდარტს შევეხებით გარკვეული დოზით, რომელიც აი ამ საკითხებს განიხილავს. მაგალითად, არის საწარმო ალფა ვიღაცა ერთი და მეორე საწარმო შეიძინა, მაგრამ ამის მეპატრონემ კი არ შეიძინა მეორე. თვითონ საწარმო ალფამ შეიძინა საწარმო მაგალითად ბეტა ვიღაცა. და მოახდინა ამ კუთხით ინვესტირება. თუმცა ეს შეძენა როგორ მოხდება? ამას სხვადასხვა ფორმები აქვს. შეიძლება ამან შეიძინოს მეორეს აქციების უმეტესობა, წილის უმეტესობა, მაგალითად არ არის სააქციო შეფესია. წილის უმეტესობა და დატოვოს ის კომპანია ჩვეულებრივად მოქმედ კომპანიად. უბრალოდ ამისია წილის შიქ, თორე კომპანია ჩვეულებრივად მოქმედებს. ის დამოუკიდებელი ცალკე, ეს დამოუკიდებელი ცალკე. შეიძლება შეერწყას ეს კომპანიები ერთად. ანუ გააუქმოს ის როგორც კომპანია და მიერთოს მთელი ეს აქტივები. ვალდებულებებით, რა თქმა უნდა. შეიძლება აი ეს კომპანია იყოს მეორეს, ასე ვთქვათ, უმეტესი წილის მფლობელი და ეს განიხილება როგორც სათაო კომპანია, ის განიხილება როგორც შვილობილი კომპანია. ახლა ამ წუთში მეც ვერ შევეხებით. მოდი ეს თემა უნდა განვავითაროთ იქეთ ინვესტიციებში და მერე ვისაუბრებთ ამაზე. ოღონდ წარმოუდგენია რომ შეგექმნათ რაზეა საუბარი საწარმოთა გაერთიანების დროს. აი საწარმოთა გაერთიანების დროს წარმოიქმნება ზუსტად გუდვილი ეს წარმოადგენს მყიდველის მიერ ისეთი აქტივებიდან მომავალი ეკონომიკური სარგებლის მიღებისათვის შესრულებულ გადახდას, ახლა აქ პირდაპირ სტანდარტის ენაა გადმოცემული და ჩვენ მე ვცდილობ რომ ეს უფრო პრიმიტიულად აგიხსნათ. რომელთა ცალ-ცალკე განსაზღვრა და აღიარება შეუძლებელია.
ანუ რა ხდება საწარმოთა გაერთიანებისას? მაგალითად ავიღოთ ერთი ასეთი მაგალითი. A იყიდა B. და გაერთიანდა ეს ორი კომპანია ერთმანეთთან. კომპანია ორი იურიდიული პირია, აი ამას მიაქციეთ ყურადღება, აუცილებლად ორი იურიდიული პირი უნდა იყოს ამ შემთხვევაში. ორი იურიდიული პირია, ორი ბიზნესია და მოუკიდებლად არსებული ორი ბიზნესი და A კომპანია ყიდულობს B-ს. არა A-ს მეპატრონე ყიდულობს ფიზიკური პირი, არამედ A კომპანია თვითონ გადის ფული აქედან და მიიღო A კომპანიამ გადაწყვეტილება, რომ იყიდოს B კომპანია. და აქედან გადის ფული და ყიდულობს B კომპანიას, მაგრამ ვინ არის B კომპანია? B კომპანია არის მოქმედი ფუნქციონირებადი საწარმო, რომელსაც გააჩნია თავისი აქტივები, გააჩნია თავისი ვალდებულებები, გააჩნია თავისი კაპიტალი. რა ხდება სინამდვილეში? სინამდვილეში კაპიტალში მეპატრონე ერთი გადის და მის მაგივრად A კომპანია შედის როგორც მეპატრონე. მეტი არაფერი არ ხდება B კომპანიაში. B კომპანიაში აქტივები ჩვეულებრივად არსებობს, ვალდებულებები არსებობს, კაპიტალი არსებობს და იქ კი არაფერი აისახება. B კომპანიისთვის არაფერი არ იცვლება, მეპატრონე იცვლება მხოლოდ. ანუ B კომპანია ჩვეულებრივად რჩება როგორც კომპანია, ხო? აი ასეთ დროს, როცა A კომპანია ყიდულობს B კომპანიას და აქ ასეთი განმარტება გვაქვს. საწარმოთა გაერთიანებისას წარმოქმნილი გუდვილი წარმოადგენს მყიდველის მიერ. ანუ ვინა მყიდველი? A კომპანია, ხო? მყიდველის მიერ ისეთი აქტივებიდან მომავალი ეკონომიკური სარგებლის მიღებისათვის შესრულებულ გადახდას, რომელთა ცალ-ცალკე განსაზღვრა და აღიარება შეუძლებელია. ესე იგი, გადაიხადა ამან ფული, მაგალითად გადაიხადა 1,5 მილიონი B კომპანიაში. მაგრამ რაში გადაიხადა ფული? კაპიტალი რა არის? აქტივებს გაკლებული ვალდებულება. ის ხო მოქმედი ფუნქციონირებადია. ანუ იქ ჩარხი კი არ იყიდა, შენობა კი არ იყიდა, ქონება კი არ იყიდა მხოლოდ. იყიდა მთელი კომპანია. და რა არის მთელი კომპანია? კომპანია მთელი არის აქტივებს გაკლებული ვალდებულება, რომელიც არის კაპიტალი, მთელი პროცესები, დაწყებული მუშაობა, თავისი ბაზარი, თავისი თანამშრომლები, შეკრული კოლექტივი და რა თქმა უნდა, არსებული კომპანია. მოქმედი ფუნქციონირებად კომპანიის ყიდვაზეა საუბარი. და ასეთ დროს, როცა ხდება კომპანიების ყიდვა-გაყიდვა, აი ეს გითხარით უბრალოდ ჩვენ ბაზარზე ცოტა ნაკლებად, მაგრამ ისე ხდება. დაუშვათ მოქმედ ფუნქციონირებად საწარმოს იყიდება კომპანიის წილი, რო ამბობენ, აი ეს ჩვეულებრივი კომპანიის წილი იყიდება, ანუ კომპანია თვითონ არსებობს. როცა ასეთი გაყიდვა ხდება, აი ამ დროს რა თქმა უნდა, ჩვენ წეღან შევაფასოთ, რომ აქტივებს გაკლებული ვალდებულება ეს არის კაპიტალი თქო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ აქტივების შეფასებული გვაქვს მისი საბალანსო ღირებულებით. საბალანსო ღირებულების საწყისი გახლავთ თავდაპირველი ღირებულება, ხო? ანუ როცა ვიყიდე, რა გადავიხადე შიგ. ეხლა ბალანსზე რომ მას აქტივები ექნება აღრიცხული. ხომ არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ ის, რომ აი ამ აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მისი საბაზრო ღირებულება. რა თქმა უნდა, ეს განსხვავებული იქნება საბაზრო ღირებულებისგან და არც არ გვაქვს ჩვენ ბუღალტრებს ამის პრეტენზია ან დაუშვათ ფინანსური ანგარიშგების წამკითხველს. რატომ არ გვაქვს ამის პრეტენზია? იმიტომ რომ ფინანსური ანგარიშგება უპირველეს ყოვლისა მზადდება თავდაპირველი ღირებულებით. გაკლებული ვთქვათ სვეთები ძირითად საშუალებებში და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ხომ თავდაპირველი ღირებულება გადამწყვეტი და ბალანსში გამოსახული ღირებულებას აქვს საბალანსო ღირებულების სტატუსი. და საბალანსო ღირებულება განსხვავებულია საბაზრო ღირებულებისაგან. ამიტომ როცა იყიდება კომპანია და მეპატრონე აი აგერ ზის და ეუბნება A კომპანიის მეპატრონეს, რომ მოყიდი მე შენ ამას. რა თქმა უნდა, ის აფასებს თავის ბიზნესს არა მისი საბალანსო ღირებულებით, არამედ საბაზრო ღირებულებით. და ამისი ძალიან ნათელი მაგალითია ფასიანი ქაღალდები, როცა არსებობს. ანუ აქციები როცაა გამოშვებული. აქციების ფასი საიდან ყალიბდება? ზუსტად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის დროს, რომელი კომპანიაც უფრო წარმატებულია, უკეთესი შედეგები აქვს, იმისი აქციები უფრო მაღალია, ხო, მაღალფასიანია. აი ამისი ძალიან კარგი მაჩვენებელი, ბუნებრივად ყალიბდება ფასი აქციებზე, მაგრამ თუ კი ეს ბაზარი არ არის, მაშინ გარკვეულად ის აფასებს, რა თქმა უნდა, თავის ქონებასაც, უპირველეს ყოვლისა, თავისი ქონების ღირებულებაზე ნაკლებად არ გაყიდის, ხო? მთელ კომპანიას. მაშინ ადგება და ქონებას გამოიტანს ბაზარზე და ქონებას გაყიდეს უფრო მაღალ ფასად. ესე იგი, მაგრამ თუ კი კომპანია წარმატებულია, თუ კი კომპანიას გააჩნია თავისი ბაზარი, შედეგები აქვს კარგი, მომგებიანია, კარგად შეკრული კოლექტივი აქვს, კარგი პროცესები აქვს და კარგი მენეჯმენტი ყავს,
რა თქმა უნდა, ის ამ კომპანიას უფრო მაღალ ფასს დაადებს, ვიდრე მისი სუფთა აქტივების საბაზრო ღირებულება და არა საბალანსო. საბალანსოზე მაღალს იმიტომაც დაადებს, რომ რატო გაყიდის საბაზროზე დაბლა თითოეულ აქტივს გამოიტანს და იმას გაყიდის, ხო? შენობას გაყიდის ცალკე, დანადგარებს გაყიდის ცალკე და არ გაყიდის მთლიანად კომპანიის წილს, თუ კი ის საბაზროზე დაბალია. საბაზროთი ყველა ვარიანტში გაყიდის. ანუ აქტივების, წმინდა აქტივების საბაზრო ღირებულებით ყველა ვარიანტში გაყიდის, მაგრამ წარმატებულ კომპანიას არც ამ ფასად არ ყიდიან. წარმატებულ კომპანიაში კიდევ უფრო მეც ითხოვენ ხშირად. და თუ კი A კომპანია B-ში გადაიხდის სუფთა აქტივების, ერთხელ კიდე მინდა შეგახსენოთ, რა იგულისხმება სუფთა აქტივებში? აქტივებს გაკლებული ვალდებულება. ხო, ახლა ვალები და საფარი როა ის ყველა ვარიანტში დამოვაკლებთ, ხო? სუფთა აქტივების საბაზრო ღირებულებაზე მეტს. მათ რეალურ ღირებულებაზე მეტს. აი ის გადახდილი ნამეტი, რომელსაც აგერ დაუბრუნდეთ ახლა, გუდვილი წარმოადგენს ყიდველის მიერ ისეთი აქტივებიდან მომავალი ეკონომიკური სარგებლის მიღებისათვის შესრულებულ გადახდას, რომელთა ცალ-ცალკე განსაზღვრა და აღიარება შეუძლებელიაო. ესე იგი, გადაიხადა მაგალითად აი საბალანსო ღირებულება აქტივებისა B კომპანიის იყო 1,000,000. ანუ აქტივებს გაკლებული ვალდებულება, ბალანსი. თუმცა საბაზრო ღირებულებით რომ შევაფასეთ აქტივები და ვალდებულებები, მათი სხვაობა იყო 1,300,000. ანუ უფრო მაღალი იყო. მაგრამ B კომპანია გაიყიდა არა 1,300,000-ად, არამედ 1,900,000. 1,300,000-ის სახელი ვიცით. რა არის 1,300,000? ჩამოვთვლით, ფული ამდენი აქვს კომპანიას, ერთად საშუალება ამდენი აქვს, მარაგი ამდენი აქვს, დებიტორი ამდენი ყავს, ვალი ამდენი აქვს და რო გამოვთვლით 1,300,000 ვარკვევთ რა არის. მაგრამ დარჩენილ 200,000 სახელი არა აქვს. რაში გადაიხადა დანარჩენი 200, იმიტომ რომ იმის იდენტიფიცირება რა იყო ეს, რომელი აქტივი იყო, ან რომელი ვალდებულება, ცალკე ვერ ხდება და იმას, რასაც ცალკე სახელი არ აქვს, თუმცა ამას ძალიან დიდი სახელი აქვს. ეს არის ზუსტად მისი სახელი, მისი იმიჯი, მისი წარმატება, მისი აი ის, რასაც ვერ ხედავ, რაში გადაიხადე ეს ფული, თუმცა გიღიდა და გადაიხადე. იცი რომ ის უკუსარგებლს გაძლევს, მაგრამ კონკრეტულად იდენტიფიცირება როგორც მაგალითად ფული, დებიტორი, აი ეს სახელი არ აქვს, აი ამაში გადახდილი ფული, რომლისგანაც სარგებელს მიიღებს, გახლავთ გუდვილი. ჩვენ ამ წუთში რას ვიწყებთ, იცი რის განვითარება გვინდა ამ წუთში. ჩვენ უნდა გამოვყოთ არამატერიალური აქტივი გუდვილისგან. გუდვილია ის, რომელსაც კონკრეტული სახელი არ ერქმევა, არც კოკა-კოლა და არც პეპსი და არც აია და ვთქვათ რა, კიდე ვინ აყვავს ფანტა. ხო. სად შეურიეთ ეს აია, ხო? კარგი. ხო, ერთი სიტყვით. ჩვენ ზუსტად ამაზე ვжелობთ, ეხლა რომ არამატერიალურ აქტივების იდენტიფიცირებადობა უნდა შეიძლებოდეს და მას სახელი უნდა დავარქვათ და იმისი გამოყოფა უნდა მოხდეს გუდვილისგან. ანუ გუდვილი გამოუყოფადია. გუდვილი როგორც არამატერიალური აქტივი, როგორც რესურსი, აი ასეთი შესაძლებლობების მომტანი შემდგომში არსებობს აქტივებში, მაგრამ არამატერიალურ აქტივებს, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა სახელებს ვარქმევთ, ის უნდა გამოიყოს აქედან. ანუ ეს განიხილება ცალკე და ცალკე განიხილება არამატერიალური აქტივები. და თავიდან რაზე ვжелობთ? იდენტიფიცირებადობის საკითხს ვსწავლობთ ჩვენ ახლა. არამატერიალური აქტივის იდენტიფიცირებადობის საკითხს და ყველაზე მთავარი აქ არისო, არამატერიალური აქტივისო გამოყოფა უნდა შეიძლებოდესო გუდვილისგანო. ანუ გუდვილი არის გამოუყოფადი არამატერიალური აქტივები, რომელსაც ჩვენ ვერ ყოფ და ვერ არქმევ სახელებს და დანარჩენს ვეძახით არამატერიულ აქტივებს, რომლის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, ანუ გამოყოფადობა უნდა მოხდეს. თუკი ყველა არამატერიალური აქტივი, როგორც გუდვილი, ისე შემდგომში მაძლევს, ის ხელშეუხებელია, არ არის მატერიალური და შემდგომში მაძლევს სარგებელს. ოღონდ გუდვილში არ უნდა შეურიო.
გუდვილი არის ისეთი, რომელშიც ვერ გამოვყავი, სახელები ვერ დავარქვი, თუნდაც არამატერიალურ აქტივს. მაგრამ ჩვენ არამატერიალურ აქტივს როცა ვიხილავთ, ამას სახელებს ვარქმევთ უკვე. ანუ ის რაც არ იყო იდენტიფიცირებული იმ B საწარმოში. იმ B საწარმოსაც შეიძლება ქონოდა არამატერიალური აქტივები. რომელიც სახელდარქმეული იყო, მაგალითად, საავტორო უფლება, კონცესია, ლიცენზია, ფრანჩიზა და ასე შემდეგ, რომელსაც სახელებს დავარქმევთ ჩვენ. აი, იმას თუ შეიძენდა, იმას სახელი ექნებოდა და ღირებულებაც ექნებოდა, მაგრამ აი იმის გარდა კიდე რომ არის რაღაცა, რომელშიც ფულს იხდის, მაგრამ მისი იდენტიფიცირებადობა არ ხდება, ანუ არ ხდება მისი გამოყოფა. ეხლა, როდის ჩნდება გუდვილი? არ შეიძლება რომელიმე კომპანიას თავისი ასეთი ღირებულება თავის ბალანსში კონდეს აღიარებული როგორც გუდვილი, როგორც არამატერიალური აქტივი. ანუ მას არ ერქმევა არამატერიალური აქტივი და არ იწერება მის ბალანსში. ამ წუთში ვსაუბრობთ B კომპანიაზე. B კომპანიაში არ გადაიხადა ამ 1.5 მილიონი და 1.300.000 სახელი დავარქვით და 200 არ ქვია ის სახელი, რომელშიც ამან ფული გადაიხადა, ანუ მას კონკრეტული აქტივის ტანვალდებულების სახელი არ ქვია. მაგრამ ამან გადაიხადა B-ში ეს 200. თუმცა B-ს ჰქონდა ეს ღირებულება, ხო? მაგრამ B თავის თავში ამას სახელს არ არქვეს, ეს არის მთავარი გუდვილში და ამას მოусმინეთ. B თავის თავში სახელს არ არქმევს ამას და არ წერია მის ბალანსში ეს როგორც აქტივი, როგორც არამატერიალური აქტივი. ეწერება ყველა არამატერიალური აქტივი გუდვილისგან განსხვავებით, ანუ რომელიც იდენტიფიცირებადია, როგორც არამატერიალური აქტივი და ეს არ შეიძლება ეწეროს. აბა სად არის? არსად არ წერია არამატერიალური აქტივი გუდვილი, წერია. ოღონდ წერია მხოლოდ და მხოლოდ, ანგარიშთაგებაშიც კი წერია, კი. მხოლოდ და მხოლოდ იქნება იქ იმ ბალანსში, რომელიც ეკუთვნის A-ს და ამ ბალანსში იქნება კონსოლიდირებული ინფორმაცია A + B-ში. მარტო A-ს ინდივიდუალურ ანგარიშგებაში არ იქნება გუდვილი. A-ს ანგარიშგებაში, ეხლა ცოტა რთულ მომენტებს ვეხებით და უნდა გამომყვეთ ამაში. ამ ხო იყიდა B. A-სგან წავიდა ფული 1.5 მილიონი და მოვიდა იდენტიფიცირებადი აქტივები 1.300.000-ის. ხო არის ეს კრედიტი, ფული და დებეტი დანარჩენი. მაგრამ 200-ის იდენტიფიცირებადი აქტივი არ მოსულა და აი ეს 200-ია კიდე ერთი აქტივი, რომელსაც ქვია გუდვილი. ესე იგი, როცა შეადგენს მარტო მის ბალანსში გუდვილი არ იქნება. მაგრამ როცა შეადგენს ბალანს A + B-ს, ორივეს ერთად, რომელსაც კონსოლიდირებული ბალანსი ეძახით, აი გამოჩნდება გუდვილი. იმიტომ რომ A + B-ში გაერთიანდება ყველა აქტივი და ყველა ვალდებულება და დააკლდება 200 და იმას დაერქმევა სახელი გუდვილი. კაპიტალებიც გაერთიანდება, ხო? ხოლო რა იქნება A-ში? მარტო A-ს ხო, კონსოლიდირებულ ანგარიშგებაზე, როცა A-ში ადგენს თავის ბალანსს. ამისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მასვე ევალება ძირითადი საწარმო, როცა იქნება A + B კიდე ცალკე შეადგინოს. თუმცა ის იურიდიული პირი არ არის. A + B ცალკე იურიდიული პირი კი არ არის, A ცალკეა, B ცალკეა, მაგრამ მას აქვს ასეთი ვალდებულება. და იქ გამოჩნდება გუდვილი. სხვაგან არსად გუდვილი არ ჩანს. რა იქნება ეს დაბანდება მარტო A-ს ბალანსში. A-ს ბალანსში 1.5 მილიონის ფული ხო წავა? 1.5 მილიონის ინვესტიცია დაჯდება. ანუ A-ს ბალანსში, ცალკე A-ს ბალანსში გუდვილი არ ჩანს. მით უმეტეს არ ჩანს B-ს ბალანსში. ანუ ცალკე იურიდიული პირების ბალანსში გუდვილი არ ჩანს. ის გამოჩნდება მხოლოდ კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში. და მე დაახლოებით 15 წლის წინ ვნახე რამოდენიმე საწარმოს ბალანსში გუდვილი. რომელიც რა თქმა უნდა ტყუილი იყო. და ეხლა უბრალოდ სიტყვას მოყვა ეს და შემიძლია გითხრათ დავუშვათ რამ გამოიწვია ეს. აი რატომ არის აუცილებელი რომ არ იყო თქვა სპეციალისტი ვიწრო ხედვით, არაფერ არ შეიძლება ეს აუცილებლად შენ რო ამბობ პატარა საწარმოს, პატარა ბუღალტერი ვარ, არ არის ასე. შენ დიდი საქმე გაბარია იქ და ამიტომ გარკვეულად შენ უნდა გქონდეს ეს ხედვა ჩამოყალიბებული, სადაც შედიხარ. პრივატიზებები მიდიოდა წლების განმავლობაში. და დიდი საწარმოები ორგანიზაციები დაიყიდა.
ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა. ზუსტად ასეთ უწყებაში ვიჯექით და ჩვენ როგორც აუდიტორები საუბრობდით ამ თემაზე. ერთ-ერთ საწარმოს, რომელსაც მეპატრონე სახელმწიფო ყავდა უმეტესი წილით, თუმცა განკერძოვდა ეს. რა თქმა უნდა, აუდიტორს ქირაობს ამ შემთხვევაში უმეტესი წილის მეპატრონე და სახელმწიფო სტრუქტურა. და მოვიდა ასეთი ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც წერია გუდვილი. არც კონსოლიდირებულია, არც არანაირი ასეთი ყიდვა-გაყიდვები ბაზარზე, რომ მთელი საწარმო ასეთ რამე არ ყოფილა და წერია შიგ. თუმცა ამას წინ უსწრებდა ასეთი საუბრები. საწარმო, როცა გაიყიდა, მაშინ ნამდვილად გაიყიდა საწარმოს წილები. ახლა ვინ არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო იყო მეორე მხარეზე მყიდველი თუ ვინ იყო, არ აქვს ამას მნიშვნელობა, განკერძოვდა, საერთო საზოგადოებრივი ქონება განკერძოვდა, კერძო აღმოჩნდა მეორე მხარეზე თუნდაც სახელმწიფო ან ვინმე პირი ამის მფლობელი და კერძო სამართლის სუბიექტები შეიქმნა. მაგრამ ბალანსზე მას ხო ქონება ეწერა რაღაც ღირებულებით და საწარმო თვითონ ფუნქციონირებადი იყო, მოქმედი. აუცილებლად უნდა გამოვყეთ ახლა რასაც გეუბნებთ, რომ ვერ გაიგებთ იმას, რასაც ვამბობ. მაგალითად, ქარხანა მუშაობს, ყოველდღიურად მიდის თანამშრომლები მოდის უკან. მენეჯმენტი მუშაობს, ბუღალტერია მუშაობს, ყველაფერი მუშაობს და აგერ ვიღაცა მისი ერთი მეპატრონე გავიდა წილიდან და მეორე მეპატრონე შემოვიდა. რაიმე შეიცვალა აი მუშაობის პროცესში? არაფერი არ შეცვლილა. მოусმინეთ ამას თუ ვერ მოусმინეთ? არაფერი არ შეცვლილა და სინამდვილეში ვერც ბუღალტერმა გაიგო, ვერც დირექტორმა გაიგო, ვერც ვერავინ ვერ გაიგო სინამდვილეში იქ რა შეიცვალა. ფაქტიურად არაფერი არ შეიცვალა. ყველაფერი გააგრძელეს ძველი წესით. მაგრამ 100,000-იანი, ვთქვათ, მილიონიანი ქონება გაიყიდა 1,200,000. ნამდვილად ასე იყიდებოდა. ეს იყო აუქციონის წესი და რაფრუსაც გადაიხდიდა ისე და არ ემთხვეოდა, ეს მით უმეტეს საბალანსო ღირებულებას არ ემთხვეოდა. რა მოხდა? კანონში ეწერა კაპიტალი წესდებით იყო განსაზღვრული და მაშინ კანონით საზღვრობდა რაღაც მინიმალურ საზღვრებს და რაც წერია კაპიტალი წესდებაში, ზუსტად იმდენ უნდა გეწერო შენ საწესდებო კაპიტალი ბალანსშიც. ახლა თქვენ ხო ბუღალტრები ხართ და ხედავთ ბალანსს. აქტივები ქონდა ბუღალტერს აღრიცხული ვალდებულებები ქონდა. აქტივებს გაკლებული ვალდებულება არის კაპიტალი. ახლა მოუბრუნდა კანონი და ეუბნება. აქტივებს გაკლებული ვალდებულება მას ეწერა, თქვათ 1,200,000. მაგრამ მოუბრუნდა კანონი და ეუბნება. შენი კაპიტალი წესდებით არის 1,900,000. ამიტომ შენ უნდა ჩაწერო 1,900,000, სხვანაირად არ შეიძლება. იმიტომ რომ შენი კაპიტალი არის 1,900,000. ჩაწერა ბუღალტერმა ეს 1,900,000. არა, ეხლა რა შესაძლოა წინ უსწრებდა მეთქი ეს საუბარი. არ ქონდა ჩაწერილი ბუღალტერს 1,900,000, 1,200,000 აქვს ჩაწერილი. შენ წინ გეჭირავს კანონი და ეუბნები. აქ არ შეიძლება იყოს 1,200,000, იმიტომ რომ შენ წესდებით გაქვს 1,900,000. ამიტომ აუცილებლად კაპიტალში უნდა იყოს 1,900,000 და ეს საუბარი მიდიოდა ზუსტად იქ, აი მეპატრონე და დანარჩენი სპეციალისტები. და აბაო რა ვქნათო, ბუღალტერმა ხომ ის აღრიცხვა გააგრძელა, რაც ქონდა მანამდე. და მასთან სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა, როგორც ქონდა აქტივები, ვალდებულები ისია გაღრიცული. მაგრამ მთელი ეს ქონება, მთელი საწარმო გაიყიდა. და არც ხელმძღვანელს არ უგრძნია ეს რა უნდა მოეხდინა და სხვათა შორის არც არავის უკარნახები, არც სახელმწიფოს უთქვამს. არავის არ უთქვამს, რომ რა უნდა მომხდარიყო იქ. მაგრამ კანონმა კითხვა, რომ კაპიტალი არის ამდენი და უნდა დაიწეროს ამდენი. აი მაშინ, აი კერძო საუბრის დროს, რა თქმა უნდა, პასუხი იყო ასეთი, რომ ეს ქონება რეალურად გაიყიდა საბაზრო ფასით. და აი ეს ქონება ყველაფერი უნდა შეფასებულიყო. როცა ახალი ბალანსი და ის ბალანსი უნდა დახურულიყო, ის საწარმო აღარ არსებობდა, ეს სუბიექტი უკვე აღარ არსებობდა, ახალი სუბიექტი წარმოიქმნა. ის იყო სახელმწიფო სუბიექტი, წარმოიქმნა ახალი კერძო სუბიექტი. აი ის ბალანსი უნდა დახურულიყო ყველანაირად, უნდა შექმნილიყო ახალი ბალანსი, რომელზეც უნდა შემოსულიყო უკვე აქტივები, ვალდებულებები შეფასებული რეალური ღირებულებით, რაც გადაიხადა ამან და თუ კი სხვაობა ამასა და იმ კაპიტალს შორის დარჩება თქო, აი ეს საუბარი იყო წინ, მაშინ იმ სხვაობას შეიძლება ერთადერთი სახელი ქვიოდეს გუდვილი, რომელიც თქვენ შემთხვევაში არ ჩანს მეთქი, იმიტომ რომ აქ არ იყო ასეთი ერთი საწარმოს მიერ მეორე საწარმოს ყიდვა. აქ ფიზიკური პირები ყიდულობდა და არ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო გუდვილი. ანუ მთელი ეს გადახდილი ღირებულება იყო მისი საბაზრო ღირებულება და არ გასულა დიდი ხანი ამის შემდეგ
და მოგვივიდა ასეთი ბალანსები, რომელშიც წერია პირდაპირ გუდვილი. დღესაც გიცხადებთ. მთელი პასუხისმგებლობით. თუ სადმე ასეთი ბალანსი შეგხვდეთ, არ იქნება სწორი. ანუ რეალურად იქ გუდვილი არ არსებობს. იმიტომ რომ ის არ არის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება. ის არ არის სათავო საწარმოს ერთიანი ანგარიშგება. ის არის კერძო საწარმოს ინდივიდუალური ანგარიშგება და იმაში გუდვილი უბრალოდაც რომ ყოფილიყო, არ შეიძლება ფიქსირდებოდეს. და აი ასე მარტივად ასე ვთქვათ, განაგონით გადაჭრეს ეს საკითხი მაშინ და რა უნდა ეკნახა ბუღალტერს დებეტი, კრედიტი უნდა დაეჯინა, ბალანსი უნდა გამოსულიყო და ჩადო ასეთი ციფრი აქეთ და დაარქვა გუდვილი. რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ ხდება ეს პროცესი. თუ კი ასეთი საწარმოების ფინანსურ ანგარიშგებას შეეხებით თქვენ და თქვენ მოგიწევთ ამ საწარმოებში, იმიტომ რომ ისინი დღეს არსებობენ, ეს საწარმოები დღეს არსებობს. მე არა ვარ დარწმუნებული, არ ვიცი ახლა იქ როგორ არის ეს გასწორდა, არ გასწორდა, რა სურათია დღეს, მაგრამ თუ კი სადმე ასეთ რაიმეს თქვენ წააწყდებით, ძალიან სერიოზულად უნდა ჩახედოთ ამ ფინანსურ ანგარიშგებას და დასვათ კითხვის ნიშანი. არის თუ არა აქტივები სწორად შეფასებული, არის თუ არა ვალდებულები სწორად შეფასებული, აქ იქნება ძირითადი ნაკი. ესე იგი, ჩვენ დღეს ვიხილავთ არამატერიალურ აქტივებს. უპირველესი პრობლემა არამატერიალურ აქტივებში გახლავთ მისი იდენტიფიცირებადობის საკითხი და იდენტიფიცირებადობის საკითხს ვიწყებთ გუდვილისაგან მისი გამიჯვნის კუთხით. ანუ საწარმოში, რომელიც იარსებებს არამატერიალური აქტივი, ეს უნდა იყოს იდენტიფიცირებადი, კონტროლირებადი და მისგან ეკონომიკურ რესურსს უნდა ველოდეთ, სარგებელს უნდა ველოდეთ მომავალში. ის უნდა იყოს როგორც რესურსი, ასეთი შინაარსის მატარებელი და უნდა მოხდეს მისი გათიშვა გუდვილისგან. გუდვილი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ანუ ასეთი ფასეულობა, ასე ვთქვათ, ასეთი პოტენციური რესურსი შეიძლება საწარმოს გააჩნდეს, მაგრამ ეს ერთადერთი მაშინ გამოჩნდება, როცა მოხდება მისი გაყიდვა. და როცა მოხდება მყიდველი საწარმოს მიერ, აი ამ რესურსის, ასე ვთქვათ, როგორც აქტივის, როგორც გუდვილის გამოვლენა მის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. სხვა შემთხვევაში, აი ამ პოტენციურ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას, რომელსაც საწარმო თვითონ ატარებს, ის არ აფასებს მას, როგორც არამატერიალურ აქტივს, კონკრეტულად გუდვილს. გუდვილი არის, ასე ვთქვათ, სახელდაურქმელი არამატერიალური აქტივი და ჩვენ განვიხილავთ არამატერიალურ აქტივებს, რომელსაც ვარქმევთ სახელს და რომელიც კონკრეტულად იდენტიფიცირებადია და კონკრეტულად მოიტანს სარგებელს. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ამ საწარმოს გააჩნდეს ასეთ შესაძლებლობა. თუმცა ის არ ფასდება მის ფინანსურ ანგარიშგებაში. ესე იგი, კიდე ერთხელ, საწარმოთა გაერთიანებისას ესე იგი 38 სტანდარტი ამბობს. არამატერიალური აქტივის განმარტებით მოითხოვება არამატერიალური აქტივის იდენტიფიცირებადობა გუდვილისაგან მისი გამიჯვნის მიზნით. ანუ იდენტიფიცირებადობა რას გულისხმობს? თავარია აი ამ სახელდაურქმელისგან შენ შეძლო რომ დაარქვა ამ სახელს და თუ ვერ არქმევ, მაშინ არ არქმევ, არ არის ეს. არ არის ეს შენთვის არამატერიალური აქტივი. საწარმოთა გაერთიანებისას წარმოქმნილი გუდვილი რა არისო და გუდვილი წარმოიქმნება საწარმოთა გაერთიანებისას. თუმცა შიგნით აი ამაზე მერეც ვისაუბრებ ჩვენ. ეს სხვა საკითხია. წარმოადგენს მყიდველის მიერ ისეთი აქტივებიდან მომავალი ეკონომიკური სარგებლის მიღებისათვის შესრულებულ გადახდას. ანუ მყიდველი იხდი რაღაცაში ფულს. ანუ ასრულებ გადახდას ისეთ აქტივებში, რომელთა ცალ-ცალკე განსაზღვრა და აღიარება შეუძლებელიაო. აი ეს არის გუდვილი. ანუ რომელსაც შენ ცალკე ვერ ხედავ, ცალკე სახელს ვერ არქმევ და ამაში იხდი ფულს. თუმცა შეძენის დროს ჩვეულებრივად არამატერიალური აქტივით შეიძლება შეიძინოს მან. ისე როგორც ძირითადი საშუალება და ნებისმიერი სხვა რამ. ეს საკითხია უპირველესად მთავარი არამატერიალურ აქტივებში და ეს საკითხია ის, რომელშიც შეიძლება იყოს შეცდომები და აი ეს არის